მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია. Ამ კითხვაზე პასუხის მიღებას TV მონიტორინგი გორში ოპოზიციისგან შეეცადა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ საკითხს თავად არ წყვეტს. დირექტივებს კი გარეთ ძალებიდან ელოდებიან. მანუჩარ ლაფაჩი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე ემზადებიან. შესაბამისად, ამ ნაბიჯით ლაფაჩი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე უარი თქვას. ცნობისთვის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. იქამდე კი ოპოზიცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და სხვა პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ეს პოზიცია მყარია თუ შესაძლოა შეიცვალოს? ამ კითხვას არ უპასუხებ. თვითონ ერთმანეთს ვერ ათანხმდებიან, არა გადაწყვეტილება მიიღონ და როგორ გააგრძელონ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ზოგადად ყველაფერი თვალნათელია და იკვეთება ის სიტუაცია, რომ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ მათ, რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ და ის გადაწყვეტილება შეასრულონ. ესენი არიან გარე პატრონებზე დამოკიდებული, რასაც უბრძანებენ, როგორც მიაწვდიან ფინანსებს, ესენიც ისე წინასწარვე განწირულები არიან მარცხისათვის და სავარაუდოდ რა ნაწილი ვიღაცები, ვიღაც სუბიექტები მიიღებენ ჩემის აზრით მონაწილეობას. ვიღაცები, ვინცაც აღარ შეხვდება იქიდან აღარაფერი ჩაეხსნება ამ პროცესს. მე ესე ვფიქრობ.